ჩემი ერთ-ერთი ოცნება ავიხდინე და 100,000 გამომწერი მოვაგროვე. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდი, რომ გვერდში იდექი ამდენი ხანი. რადგან ჩემი საუბრის მანერას გაუძელი, ესე იგი ნამდვილად ყვარები ვარ. ალბათ კითხვა გაგიჩნდება თუ რას ვგრძნობ. ძალიან დიდ ბედნიერებას პირველ რიგში. სიამაყეს და პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, შენს წინაშე. ისე დამიწერე კომენტარებში რა გრძნობა გექნებოდა, მაგალითად შერო 100,000 გამომწერი ყოლო და ნებისმიერ სოციალურ ქსელში. უბრალოდ ერჩევას მოგცემ და გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას. თუ რამე დაისახე მიზნად, აუცილებლად ამ მიზნისთვის უნდა იბრძოლო. ძალიან ბევრი ადამიანი გადმოგიდგება წინ და გეტყვის, რომ ეს არის უაზრობა, მაგრამ მათ არ უნდა დაუჯერო. შენი საკუთარი დრო და გადაწყვეტილება თუ არ დააფასე, სხვა გამოიყენებს მას აუცილებლად. მართალია, ფუდბლოგერობა და ზოგადად ბლოგერობა საქართველოში არის ძალიან რთული და დაუფასებელიც კი. მაგრამ მე უფრო მაბედნიერებს ადამიანის ემოციები, ვისაც უხარია ჩემი ვიდეოები და ქუჩაში დანახვის დროს, როდესაც მოდის და მესალმება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ.